ეს წერილი ცხადყობს იმას, რომ რეალურად ხოლმე მას შემდეგ რაც ქართულმა და აზერბაიჯანულ მხარემ დატეს პირობა იმის, რომ ისინი შეასრულებენ სანქციებით გათვალისწინებულ პირობებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ არ დახუროს ყულების ტერმინალი, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად აქამდე იყო უკვე შემთხვევა და აფიქსირდასაც სანქცირებული გემი შემოვიდა საქართველოში, ამის შესახებ იყო შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც პირდაპირ ნათლად იყო ახსნილი თუ როგორ დაირღვა სასანქციო რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ის პროპაგანდას ახლა რასაც ვისმენ ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მხოლოდ გადამოწმების რეჟიმში, ისინი დააკვირდებიან თუ რამდენად პირნათლად შეასრულებს ქართული და ასევე აზერბაიჯანული მხარეები ვალდებულებებს და ამ წერილში ასევე ძალიან საინტერესო გაფრთხილება იმის, რომ ისინი ძალიან ზედმიწევნით დეტალურად დააკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შემდეგ იხელმძღვანელებენ იმ გარემოებით, რომელიც იქნება საქართველოში. ამიტომ ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან კონკრეტული გაფრთხილება, ძალიან პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ არსებობს უამრავი საშუალება, რის მეშვეობით მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ სხვადასხვა ბერკეტები, მათ შორის თქვენ ისაუბრეთ, ეს არის საბანკო სისტემები და გადარიცხვების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მექანიზმები, რაც ასევე შეიძლება დაემუქროს საქართველოს. ამიტომ ეს არის, ასე ვთქვათ, გადამოწმების კონტროლის პირობებში არსებული დათქმა, რაც ამ შემთხვევაში აირიდა თავიდან ქართულ მოცნებამ დასანქცირება, ყულების შეყვანა სანქციების მეოცე პაკეტში. კი ბატონო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სანქციები არ მუშაობს და რომ რაც უნდა ის დააწესონ, ეს ასე არ არის და სინამდვილეში არა მხოლოდ პორტის საკითხი, არამედ მათი ინდივიდუალური სანქციების საკითხიც ევროკავშირის მხრიდან სინამდვილეში ძალიან მტკივნეულია რეჟიმისთვის. აი რას ნიშნავს, რომ რუსულ გემებს არ უნდა მოემსახურონ, არ უნდა შემოუშვან ყულების პორტში? ეს საკითხი თუ ახსრულდება, ხსნის თუ არა თქვენი აზრით ყულების ეგრეთ წოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკითხის პრობლემას, იმიტომ რომ იქ იყო ბევრი ეჭვი იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში ამ ქარხანას არ შეუძლია ნავთობის გადამუშავება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გასული ნავთობი აღირიცხა. ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან მიმართებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თქვენ იცით, რომ იგივე ჟურნალისტური გამოძიება ასევე ძალიან ნათლად აღწერდა თუ ვის მიერ არის დაარსებული საკავშირი აქვს მას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან, იყო პირდაპირ ნათესაური კავშირები რუსეთის სპეცსამსახურების წევრებთან და მათ ქართველ პარტნიორებთან საქართველოში. შესაბამისად, დიახ, ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ რეალურად ეს ნავთობ ტერმინალი გახსნიდეს სწორედაც იმიტომ, რომ მოხდეს რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში ხელის დახმარება, რომ რაღაცნაირად ხელშეწყობა. ამიტომ ხო, რთული ახლა მოზე საუბარი თუ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ მიმართულებით. და დიდი გამადიდებელი შუში დააკვირდება ამ პროცესს ბრიუსელი ეს ცხადია. დიახ, ამაზე უფრო ამ წერილში უფრო დიდი ნაწილით რომ სწორედაც რომ კონტროლის მექანიზმი რა მოხდება, გაფრთხილებისა და ანუ იმ შემოთავაზების საპასუხოდ რაც მიწერეს სავარაუდოდ მიმართა ბოჭორიშვილმა, ასევე არის პასუხი გასაგებად ცელი პასუხია თუ რა ღონისძიებას განახორციელებს ევროკავშირი იმისათვის რომ მოახდინოს ზედმიწევითი კონტროლი და მოახდინოს ზუსტად განსაზღვრა იმისა თუ რას ემსახურება ეს ნავთობტერმინალი. ფინანსურ სისტემებზე აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რა სისტემაც უნდა გამოიყენოთ თავის არიდების ჩვენ ამას გავიგებთო და თუ გადავაფიქსირეთ, მე უკვე უფრო სერიოზულ რისკზეა საუბარი. და ეს მთელ ქვეყანას ურტყამს თუ არა, ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ რა დგება, თუ ქართული ოცნება დაარღვევს ამ. ფიქრობ რომ რაც მოვასწარი საკითხს მოვასწარი, აქ იყო რამდენი გადარიცხვის სისტემებზე ყო საუბარი და აქ ამ სისტემებიდან საქართველოს ამოღება მოხდება, როგორც ან იმ კონკრეტულად იმ ბანკებისა და იმ ფინანსური ორგანიზაციების რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროცესში, მათი შესაბამისი სანქცირება დაემუქრება საქართველოს, ამიტომ რასაკვირველია ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან არასასრული ნეგატიური განვითარება ჩვენ და ევროკავშირის ურთიერთობებს შორის, რომელიც ესედაც უკვე ძალიან ურთულეს ფაზაშია შესული, მე ვიტყოდი, მიუხედავად ყველა იმ მოჩვენებითი პოზიტივისა, რომელიც უნდა რომ დაანახოს ქართულ მოუწნებამ საქართველოს, რეალურად ჩვენ ვიცით თუ რა მძიმე მდგომარეობაში მყოფება დღევანდელ დღეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს უმძიმესი ბოლო 3 ანგარიში გასული წლის დეკემბრის, ანუ 2 თვის წინწინანდელი ანგარიშები, 2 ევროკომისიის ანგარიში, 1 ევროკავშირის საბჭოს ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია თუ როგორ არის აცდენილი ქართული ოცნება, ქართული ხალხის სურვილს და ქართული ხალხის
მისწრაფებას ევროკავშირის გაწევნებას და კონკრეტულად ძალიან მკაფიო მითითებები და უკიდურესად ზედმიწევნით მკაცრი ასე ვთქვათ ტერმინოლოგია გამოყენებული, სადაც ნახსენებია თუ როგორ ხდება რეალურად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, თუ როგორ ხდება პოლიტიკური პატიმრების ასე ვთქვათ გაჩენა, როგორ ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, როგორ ხდება თავისუფალ მედიაზე გავლენა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად უმძიმესი ბოლო 3 ანგარიში ევროკავშირი რომელიც გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელს. მხოლოდ ნომინალურად ინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რეალურად ამით ევროკავშირი გვეუბნება ჩვენ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, რაც მიღებულია 2023 წლის ბოლოს. ანუ რეალურად ეხლა ვიმყოფები ჩვენი ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზე, რაც კი ყოფილა როდესმე საქართველოს კავშირის ურთიერთობა. კი ბატონო, ნამდვილად და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მოვლენასთან საქმე, როცა გაყოფილი აქვს ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ ევროკავშირს საქართველოს რეჟიმის წარმომადგენლებად და საქართველოს მოქალაქეებად. საქართველოს მოქალაქეებისთვის ემეტება ყველა სიკეთე და ამბობს, რომ მე გვერდზე გიდგა ვარ შენი მისწრაფებაში, რომ გახდე დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და გახდე ევროკავშირის ნაწილი. ხედავ, რომ აპროტესტებ ამ ყველა უმსგავსობას, რასაც შენი რეჟიმი აკეთებს, რაც შეეხება რეჟიმის წარმომადგენლებს, ისინი ჩვენ ამ ეტაპზე დავსაჯეთ კონკრეტული სანქციით, რომ მათ დასჭირდებათ ვიზა, ისინი უვიზოდ ვერ შემოვლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. ანუ მათ დაკარგეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ აქ არის რისკი. ევროკავშირი მუდმივად ვერ შეუნარჩუნებს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას. ეუბნება, რომ ჯერ ვიდრე არის შანსი ჩვენ რეჟიმს შევზღუდავთ. სხვა შორის ხვალ ევროპარლამენტში არის დებატები ელენე ხოშტარის და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით, უმწვავეს რეზოლუციასაც ელიან და როგორც ვიცით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რომ ქვია კაც, ასე რომ ეძახის საკუთარ თავს, ის კაცი თბილისშია. წესით უნდა ჩასულიყო დელეგაციის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო და არ ვიცით დიდი ალბათობით უვიზოს საკითხს უკავშირდება მისი ეს. შესაძლებელი. გამორიცხული არის სრულად გეთანხმებით, რეალურად ევროკავშირმა დაიწყო სანქციების ამოქმედება, იმ სანქციებს, რაზეც იყო საუბარი, აი ამ ანგარიშებში, ევროკავშირის ანგარიში, მერვე ანგარიში სავიზო რეჟიმის თავისუფლების შესახებ, გასულ წლის დეკემბერშიაც გამოქვეყნდა და პირდაპირ ეწერა, რომ იმ შემთხვევაში ქართული ოცნება არ შეცვლის კურსს, მოხდება ორი ეტაპი. პირველი ეტაპი იქნება ეს სადიპლომატო ოფიციალური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის თავისუფლების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპი იქნება უკვე საქართველოში, ამ თითოეული ჩვენი მოქალაქეთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის ამ უდიდესი მონაპოვარის დროების შეჩერების ინიციირება, რაც არის შემდეგი ნაბიჯი უკვე, შემდეგი ისეთოთ ყველაზე სავალალო რეალობა, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის, რომ მთელ ქვეყანას გაუჩერდეს ეს უდიდესი მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია და დავკარგოთ ჩვენ სავიზო რეჟიმის თავისუფლება ევროკავშირთან. ეს შეზღუდვები, რომელიც ამოქმედა, ცხადყობს ასევე იმას, რომ რეალურად არსებობს მართლაც ძალიან მკაფიო დამოკიდებულება ევროკავშირისა ქართული ოცნებისადმი, ანუ რეალურად აქ არა მარტო ევროკავშირის კომისია, არამედ ევროკავშირის საბჭოც თავით ანგარიშები ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ქართული ხალხის მისწრაფებას, ანუ ისინი პირდაპირ ახდენენ გააყოფას, ანუ ქართული ხალხი არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის სანქცირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ქართული ოცნება, მათთამი დაწყებული აი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებული სარგებლის შეჩერება და რაც ყველაზე ცოტა კარგი მანიშნებელია, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის ამ თავისუფლების, ასე ვთქვათ, შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ რეალურად ისინი ძალიან კონკრეტულ გზავნილს გადასცემენ ქართულ ხალხს, ასევე ქართულ ოცნებასაც და ეუბნებიან, რომ ისინი მათ არ ცნობენ და არ აღიარებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ მინიშნება იმას, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ხო, ანუ პირველად ვრცელდება ეს თოდაც რეჟიმის წარმომადგენლებზე და იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება მთელ საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ არ დავკარგავთ ამ თავისუფლებას, მაგრამ ამის საფრთხე აბსოლუტურად ძალიან დიდია და ეს არის უკვე შემდეგი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი მოხდება მას შემდეგ, თუ კიდევ ერთხელ ქართული ოცნება არ შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მას ნაკისრი აქვს, როგორც კანდიდატის სტატუსით, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და ზოგადად საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებით. ამიტომ რეალურად ამის საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.